მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ ჩვენს 24 მეცადინეობას და მინდა მეცადინეობა დავიწყოთ უცხო სიტყვების შესწავლით. დითუა, კარი, დუნ, თხელი, ანდა ეკე, კუთხეში, ბრინდ, ბრმა, უსინათლო, დაკუს, კოცნა, გებნ, გაბგეგებნ, მიცემა, ბიტნ, ბატ, გებეცნ, თხოვნა, beschreiben, beschrieb, beschrieben, აღწერა, anrufen, rief an, angerufen, darekwa, rufen, rief, gerufen, zachili, nennen, nannte, genannt, rkmeva, schweigen, schwieg, geschwiegen, dumili, schreien, schrie, geschrien, qvirili, scheinen, schien, geschienen, natheba, fragen, fragte, gefragt, კითხვის დასმა, tun, tat, getan, კეთება, treffen, traf, getroffen, შეხვედრა, senden, sendete, gesendet, გაგზავნა, steigen, stieg, gestiegen, ასვლა. ჩვენ წინა მეცადინეობაზე ვისწავლეთ კავშირები, მაგრამ დღეს მინდა განვიხილოთ ორი მათგანი, als და wenn კავშირები. als კავშირი იხმარება იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედება წარსულშია და ერთჯერ ხდება, ხოლო კავშირი when იხმარება იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედება ხდება აწმყოში და მრავალჯერადია. განვიხილოთ თითოეული მათგანი მაგალითებში. Als ich den Text abschrieb, fand ich einen Fehler. როცა მე ტექსტი აღწერე, აღმოვაჩინე შეცდომები. Wenn ich nach Hause komme, esse ich zu Mittag und mache eine Aufgabe. როცა მე სახლში მოვედი, ვისადილე და გავაკეთე ჩემი დავალებები. Als ich in die Schule ging, traf ich meinen Freund auf der Straße. მე როცა სკოლაში წავედი, შევხვდი ჩემს მეგობარს ქუჩაში. ჩვენ დავინახეთ, რომ მოქმედებები თითოეულ მათგანში ზოგჯერ ერთხელ მოხდა, ზოგან კი მრავალჯერ. ანუ მე ბოლო მაგალითში მე ერთხელ წავედი სკოლაში და მეგობარი შემხვდა ქუჩაში. ხოლო მეორე მაგალითში, ვენის კავშირის მაგალითში, როდესაც მოვედი სახლში, ანუ რომელიც ხდება თითქმის ყოველ დღე, ვისადილე და გავაკეთე სავარჯიშოები. ანუ ეს არის მრავალჯერადი. დღეს მინდა აგიხსნათ ინფინიტივი და ინფინიტივის კონსტრუქცია umzu plus ინფინიტივით. ინფინიტივი არის ზმნის ძირითადი ფორმა, თითქმის ყველა ზმნა იწარმოება ინფინიტივში n, n, ln, ln სუფიქსების დართვით. მაგალითად, lächeln, lächelte, gelächelt, ეს არის სიცილე, klingen, klingelte, geklingelt, ეს არის ზარის დარეკვა. ინფინიტივ umzu plus კონსტრუქციათი. ეს კონსტრუქცია წინადადებაში წარმოადგენს მიზნის გარემოებას და პასუხობს კითხვაზე wozu, ანუ რისთვის. ინფინიტიური კონსტრუქცია ყოველთვის მძიმით გამოიყოფა და ითარგმნება იმისათვის, რომ რათა განვიხილოთ თითოეული მათგანი მაგალითში. Ich gehe in die Klasse, den Zirkel zu besuchen. მე წავედი კლასში, რათა წრეზე დავსწრებოდი. Wir laufen in den Hof, die Leiterin zu begrüßen. ჩვენ გავიქეცით ეზოში, რათა მასწავლებელს მივსალმებოდით. Die Kinder kommen in die Bibliothek, die Bücher zu lesen. ბავშვები მიდიან ბიბლიოთეკაში, რათა წიგნები წაიკითხონ. დღეს მინდა რამოდენიმე ანდაზა შეგასწავლოთ და კარგი იქნება თუ დავიმახსოვრებთ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. Lügen haben kurze Beine. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. Besser spät als nie. ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია. Eine Hose ohne Dorne. სწავლა სიბერენდეო. Keiner ist zu alt zum Lernen. Wins მოითმის ის მოიგებს. Wer wagt, gewinnt. ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო. Erst wachs, dann wachs. ეხლა რა შემთხვევაში არ გამოიყენება თუ ნაწილაკი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის. არ გამოიყენება თუ ნაწილაკი შეგრძნების აღნიშნულ ზნებთან. ესენი არის hören, sehen, essen, ანუ ამ ზნებთან. სწავლის აღნიშნულ ზნებთან lernen, schreiben, lesen,
მოძრაობის აღნიშნულ ზნებთან gehen, kommen, fahren, laufen და ასევე მოდალურ ზნებთან wollen, müssen, dürfen და ასე შემდეგ. ნახოთ რამოდენიმე მაგალითი. Ivan hatte gestern viel zu tun. Ivanმა გუშინ ბევრი რამ გააკეთა. ანუ აქ ჩვენ გამოვიყენეთ zu ნაწილაკი. Den Text kann man leicht übersetzen. ტექსტი იოლად სათარგმნია. აქ zu ნაწილაკი არ გამოვიყენეთ, რადგან ჩვენ გვაქვს წინადადებაში მოდალური ზნა können გამოყენებული. Es ist zu spät zum Mittagessen. გვიანია სასადილოდ. აქ გამოყენებული არა გვაქვს zu ნაწილაკი, რადგან აქ არის მოცემული essen ზმნა, რომელიც აღნიშნავს შეგრძნებას და ჭამას. და ბოლოს მინდა რამოდენიმე სიტყვით გესაუბროთ გერმანიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ფრანკფურტზე. ეს ქალაქი ტურისტების უმრავლესობაში ბანკებისა და მსხვილი ფირმების სუპერ თანამედროვე ცათამბჯენებთან ასოცირდება. ეს გასაგებიც არა, რადგან ფრანკფურტი გერმანიის ნამდვილი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია. სწორედ იქ მდებარეობს 420-ზე მეტი გერმანული და საერთაშორისო საკრედიტო საფინანსო კომპანია და ბანკები. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ლამაზიც არის ქალაქი ფრანკფურტი და ბევრი ღირსშესანიშნაობაც არის იქ. ფრანკფურტი ცნობილი არის თავისი აეროპორტით. ის მსოფლიოს თითქმის ევროპაში პირველ ადგილზე არის მისი სიდიდით. ამით ჩვენი მეცადინეობა დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე.